დაფიქრდით ამაზე, რადგან ახლა გეტყვით თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებულები გახდეთ. ზოგიერთი მათგანი შეცვლადი არ არის, მაგრამ რაღაცეებზე მუშაობა შესაძლებელია. ნუ IQ რთული რამაა. რადგან მგონი არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემი აზრით, რომ მასზე მუშაობა შეგეძლოს. დღეს დემ საიმონის გაზეთს ვკითხულობდი. სულ ახალი გამოცემაა. დემ საიმონმა უხილავი გორილის ტესტი ჩაატარა. რადგან ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ამტკიცებს, რომ ტვინის გამოდმებული ვარჯიშებით კოგნიტიური იმპულსების გაზრდა შეიძლება. გასული 15 წლის განმავლობაში ეს გამოცემა 6-ჯერ გადავეკითხე, რადგან ვიმედოვნებდი, რომ ვიღაცა პრობლემას აღმოაჩენდა. მაგრამ ყოველთვის ერთი და იგივე პასუხია. თუ ტვინის თამაშებზე იმუშავებ, გაუმჯობესდები. მაგრამ ამ თამაშში შედარებით გაუმჯობესდები მსგავს თამაშებში, მაგრამ დისტილურ თამაშებში, რომლებიც კოგნიტიურად დატვირთულები არიან, ვერანაირ შედეგს ვერ დაინახავ. საერთოდ, ნული, არანაირი. მაგრამ IQ-ს გაზრდის პრობლემა. ეს რთული რამაა. არავინ არ იცის როგორ გაზარდოს ის. შემიძლია გითხრათ თუ როგორ შეაჩეროთ დაბერებისას თქვენი IQ-ს დავარდნა. ეგ ძალიანაც ცუდი არ არის, რადგან ამას აკეთებს. თხევადი IQ იკლებს 20 წლის შემდეგ და ძალიან სწრაფად. საუკეთესო შემაჩერებელი ფიზიკური ჯანმრთელობაა. ამიტომ მასზე იმუშავეთ. ფიზიკურ ვარჯიშებზე. უცნაურია, არა? ხო, აი მაგალითად ფიქრობთ რატომ? იმიტომ რომ შენი ტვინი ჟანგბადს იყენებს. აი რატომ? და შენი ტვინი კარგად და სუფთად ჟანგბადირებული უნდა შეინახო. და ფიზიკური აქტივობა ორივე, აერობიკული და წონების წევაც ამაში გეხმარება. ანუ ორივე ანაერობიკული და აერობიკული ვარჯიშები, ორივე ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, რასაც ეწოდება კოგნიტური აზროვნების შენარჩუნება. შესაბამისად ამის ოდნა ძალიან კარგია, რადგან ვიცით, რომ ამას მხოლოდ ეს აკეთებს. შესაბამისად, შემდეგ ცხოვრებისეული წარმატების შემდეგი განსაზღვრელი არის კეთილსინდისიერება. შესაბამისად, კეთილსინდისიერების ორი ასპექტიდან, მოწესრიგებულობიდან და შრომის მოყვარეობიდან, უკეთესი განსაზღვრელი არის შრომის მოყვარეობა. და კითხვა ისმის, შენს მოწესრიგებულობას რა უნდა უქნა? ამაზე პასუხი კი, ნუ ეგეც ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ძლიერი გენეტიკური კომპონენტი არსებობს. მაგრამ შეგიძლია რომ შენი კეთილსინდისიერების მიკროუნარებზე იმუშავო. და რაც შეეხება მიკროუნარების სამომავლოდ განვითარებას, სამომავლო პროცესებს, გონია რომ საუკეთესო რაც შეგიძლია რომ შენს კეთილსინდისიერებას შეზინო ეს რაღაც სამიზნის, მიზნების დაწესებაა. და მომავლის ავტორიზაციის პროგრამა ხალხს ამაში ეხმარება. რასაც ქვია ის აკეთებს სიტუაციის ანალიზებას. გეხმარება გააკეთო შენი ცხოვრების სიტუაციური ანალიზი და ვიტყვი რომ უფრო მეტიც ფსიქოლოგიური ანალიზი. და მაგალითად კითხვები არის რაღაც ასეთი. კარგი, შენ ცხოვრებაში რაღაც ძალისხმევა უნდა ჩადო. და ამისთვის მოტივირებული უნდა იყო. შესაბამისად, მოტივაციის პოტენციური წყაროები რა არის? ნუ შეგიძლიათ რომ მათზე დიდ ხუთეულში დაფიქრდეთ. მანერები, თუ ექსტროვერტი ხარ, თუ მეგობრები ან ინტიმურ ურთიერთობაში ყოფნა გინდა, თუ შეწინააღმდეგება გჩვევია, თუ გამარჯვება გინდა, თუ გახსნილი ხარ და კრეატიულ აქტიურობაში მონაწილეობა გინდა, თუ მაღალი წოდების ხარ დაცვა გინდა. შესაბამისად, ეს პოტენციური მოტივაციის წყაროებია, რომელიც შეგიძლია დახატო და შემდეგ განახორციელო შენს პიროვნებაში. მაგრამ ამავდროულად შემდეგ განზომილებებია, რომელზეც შენი ცხოვრება უნდა განალაგო. აი მაგალითად კითხვა ასეთი, როგორი გინდა შენი თავი იხილოს ამ წელში? თუ შენს თავს იდეალურად მოუვლიდი, რა მოგინდებოდა შენი მეგობრობებისგან, ან ინტიმური ურთიერთობებისგან? შენი ოჯახის სტრუქტურიზება როგორ მოგენდომებოდა? ან რა გინდა კარიერისთვის? სამუშაოს გარეთ როგორ გამოიყენებ შენს დროს? და როგორ დაარეგულირებ შენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას? და შეიძლება რომ ალკოჰოლის გადაგდება მოგიწიოს. რადგან ეს დასაწყისისთვის ძალიან კარგი ადგილია, რადგან მაგალითად ალკოჰოლი 5-დან 10%-მდე ხალხს კლავს. შესაბამისად შენ ეს უნდა აკონტროლო. და შემდეგ აი შეიძლება რომ წარმოიდგინო შენი ცხოვრება როგორ გინდა იყოს. რა გინდა რომ იყო? და ეს უკავშირდება შემდეგ როცა ეს დიდი მიზანი დაწესებულია და ამ დიდ მიზანს მიკროპროცესებად დააყოფ, რომლის შესრულება შეგიძლია, მიკროპროცესები დამაჯილდოებელი გახდება იმასთან შედარებით, რაც უკავშირდება კონკრეტულ მიღწევას და შესაბამისად ეს მიღწევა მთავარ მიზანს უკავშირდება და შემდეგ შიდა დაჯილდოების სისტემას აკმაყოფილებს. ხომ ვისაუბრეთ დაჯილდოების შემდეგ დოპამინის გამომუშავებაზე. ეს არის ის, რაც გამოძრავებს. ეს როგორ მუშაობს და მუშაობს უკეთესად. თუ ის ხედავს იმას, რომ შენი დაწესებული მიზნისთვის რაღაცეები მოიმოქმედე. კარგი და ეს როგორ ვუზრუნველყოთ? უმჯობესია რომ ღირებული მიზანი გქონდეთ დაწესებული, რადგან ასე მოტივაცია მოგეცემა. შესაბამისად, რაც უფრო ღირებულია მიზანი, რაც უფრო პრინციპულია, მით უფრო მეტ მიკროპროცესებად დაიყოფა ის და ისინი პოზიტიურ ენერგიას მოგცემენ. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ როცა დილით გაიღვიძებ, უფრო აღელვებული ხარ და მზად ხარ დღისთვის. შესაბამისად, შემიძლია იმის თქმა, რომ ამით შენ სამომავლო იდეებს უზრუნველყოფ. შესაბამისად იმ ადგილსაც აკონტროლებ, რომლისგანაც გინდა რომ მოშორებული იყო. რადგან არ გინდა რომ დამარცხდე, გინდა რომ გაიმარჯვო.
რადგან ესეც აუცილებელია. შენ აკონკრეტებ შენ მიზანს. ამას აკეთებ როგორც რაღაც გაგებით ინდივიდი. და გინდა რომ დააწესო ისეთი მიზნები, რომელიც გათქმევინებს, რომ ხო, რა თქმა უნდა, თუ ეს მოხდება დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, ღირებული იქნება. რადგან კითხვა, რატომ გავაკეთოთ რამე? რადგან არაფერს გაკეთება ძალიან მარტივია. ზიხარ და არაფერს აკეთებ. ეს ხო მარტივია. კითხვა ის არის, რატომ უნდა გააკეთო ზოგადად რამე? პასუხი ის არის, რომ შენ უკვე განსაზღვრული გაქვს, რომ რაღაცის გამო ეს მნიშვნელოვანია. შემდეგი პასუხი ის არის, სად ეძებო ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები. ერთი ის არის, რომ შეგიძლია შენს ტემპერამენტთან გაიარო კონსულტაცია. მეორე კი, უნდა შეხედო სინამდვილეში როგორ მიაჩნიათ ადამიანებს თავიანთი გადმოსახედით, რა არის გრძელვადიანად კარგი ცხოვრებაში. შესაბამისად, ასე აკეთებ ადამიანების აზროვნებაზე გარკვეულ ანალიზს. ეს უკვე გითხარით. ოჯახი გჭირდება, მეგობრები გჭირდება. აუცილებელი არ არის, რომ უმეტესობა, მაგრამ კარგია. ოჯახი, მეგობრები, კარიერა, განათლების მიზნები და კიდევ რაღაც გეგმები მუშაობის გარდა. ყურადღება შენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან და ასე შემდეგ. აი რა არის ცხოვრება და თუ არ გაქვს ამ ჩამოთვლილთაგან არც ერთი, მაშინ სასოწარკვეთა და ტანჯვა დაგრჩენია. და ეს ცუდია. ეს ძალიან ცუდია შენთვის. შესაბამისად, იმის შემდეგ რაც აი ამ მიზნის სტრუქტურას ჩამოაყალიბებ, ხო ამას აი ძალიან ბევრი გზით, მაგალითად უნივერსიტეტშიც უნდა აკეთებდე. აი სწორედ ეს უნდა გაარკვიო, რომ მაგალითად ვინ გინდა რომ იყო. შემდეგ კი აი ამას უნდა დაუმიზნო. შემდეგ ყველაფერი, რასაც ისწავლი, ამის ასაშენებლად გამოიყენო. იმ პიროვნების, ვინც გინდა რომ იყო. და ეს ყველაფერი უნდა გინდოდეს, არ ვამბობ, რომ ასე უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რაღაც ერთმანეთზე დაედება. ამ ორის განცალკევება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მიკროპროცესების ნაწილია. და როცა კითხავ, რომ შენი თავი უფრო წარმატებულად გინდა აქციო, კარგი, მაშინ დამიკონკრეტე შენი მიზნები. რადგან როგორ მიაღწევ იმას, რაც არ იცი რა არის. ასე არ მოხდება. და ხშირად ადამიანებს მიზნების დაკონკრეტება არ უნდათ, რადგან არ უნდათ, რომ მამაში დამარცხდნენ. შესაბამისად, როცა შენს თავს ბურუში მოიცავ, რაც ძალიან მარტივია, რადგან ეს უმოქმედობაა ჩვეულებრივი, მაშინ არ გეცოდინება, როდის დამარცხდები. ხალხი ზოგჯერ ამბობს, რომ ამის გაგებაც არ უნდათ, რადგან ეს მტკივნეულია. ამიტომაც, როცა დავმარცხდები, ჩემს თავს უბრალოდ დავაბრმავებ. კარგი, მაგრამ ამის შემდეგ სულ დამარცხდები. და ამას იქამდე ვერ გაიგებ, სანამ ისე არ დამარცხდები, რომ დაამთავრებ. და ეს შეიძლება მარტივად მოხდეს, როცა 40 წლის გახდები. ანუ გირჩევთ, რომ ეს არ დაუშვათ. ეს ნებისამებრ გამოხატული სიბრმავეა, რადგან შეგეძლო დაგენახა, მაგრამ აირჩიე რომ არა. იმის შემდეგ, რაც შენს მიზნებს დააწესებ, იტყვი რომ ხო, შემეძლია ეს მოვახდინო. როგორც ჩანს, ამ ცხოვრებაში ცხოვრება ძალიან კარგი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აყალიბება რაღაც სიძნელეები და მუქარა. რა თქმა უნდა, რაღაც გაჭირვებები იქნება. ეს ხომ ცხადია. მიზანი არის, რომ შენი ცხოვრების ხედვა გქონდეს. ისეთი რომ ეს ყველაფერიც რომ გავითვალისწინოთ, შენს გარჯად მაინც ღირდეს. კარგი და შემდეგ რას აკეთებ? კარგი, შემდეგ მიკრორუტინებზე გადადიხარ. აი ამბობ, რომ ამას გავაკეთებ ახლა. როგორ შეიძლება რომ ეს განვითარდეს დღითი დღე, კვირეულად, თვეურად? და ამ დროს უკვე შემოდის ცხრილი. აი როგორიცაა Google-ის კალენდარი. ანუ უნდა შექმნე წეული ცხრილი. და მიყევი. კარგი და ცხრილის წესი რა არის? ეს ციხე არ არის. ხალხი ამაში ცდება, რადგან შემდეგ აღარ უნდა მიყვეს ცხრილს. მაგალითად, რა სახის ცხრილს აკეთებ? აი მაგალითად, ჯერ ეს უნდა გავაკეთო, შემდეგ ეს და შემდეგ ეს. და შემდეგ ვიდეო თამაშებს ვითამაშებ, რადგან ვის უნდა ყველაფერი იმის გაკეთება, რაც ახლა ჩამოწერილი მაქვს. ეს არასწორია. წეული ცხრილი გააკეთე. რადგან გქონდეს ის დღე, რომელიც გინდა. აი ეს ახრიკი, აი მაგალითად, ხვალინდელი დღე მაქვს, რომ შემეძლოს იმ საუკეთესო დღის ჩამოწერა, რაც შეიძლება რომ გქონდეს. ამას პრაქტიკულად ვამბობ. როგორი იქნებოდა? შემდეგ ამას ჩამოწერ. ცხადია, რომ ამასთან ერთად რაღაც პასუხისმგებლობა აუცილებლად მოყვება ამ საქმეს. რადგან თუ გრძნობა არ გაქვს, საბოლოოდ შეიძლება ისეთი რაღაც მოახდინო, რომ დღის ბოლოს იმაზე უარეს ფორმაში იქნები, რაც ეს დილით იყო. გამოვა, რომ იდიოტური დღე გქონდა. თუ ბევრი ასეთი დღე გქონდა, შენს თავს 40 გაუთხრი და შემდეგ უბრალოდ მიწას მიიყრე. მაპატიეთ, მაგრამ ეს კარგი სტრატეგია არაა. ეს ცუდი სტრატეგიაა. ამიტომაც თქვენი დღის 20% უნდა იყოს პასუხისმგებლობა და ვალდებულებები. ან იქნებდეს უფრო მეტია იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად უკან ხარ ჩამორჩენილი. მაგრამ ამის მიუხედავად შენ იტყვი, რომ აი ეს პასუხისმგებლობები დამრჩა ჩამოსაწერი და რამენაირად გადანაწილება მომიწევს. რა არის პასუხისმგებლობებისა და ჯილდოს კარგი შეფარდება? და შეგიძლია ეს შენს თავს კითხო. აი თითქოს ვიღაცასთან გარიგებას აწარმოებ. მაგალითად, ხვალ სამუშაო გაქვს. აი მაგალითად, მინდა რომ შენ ხვალისთვის ჩემთვის იმუშაო. შენ კითხავ, რას გავაკეთებ შენთვის? და შემდეგ იქნებ შენთან მუშაობა მინდოდეს. შეგიძლია იგივე შენს თავს კითხო. მაგალითად, შეგიძლია რომ 1 საათი შენი პასუხისმგებლობები აკეთო და შემდეგ ვიდეო თამაშები ითამაშო. არ ვიცი, რაც შენს ყურადღებას გაფანტავს, მაგრამ
შენს თავთან მოლაპარაკება უნდა აწარმოო და არა ტერორიზება გაუკეთო. ზუსტად ისე თითქოს ვიღაცასთან აწარმოებ გარიგებას, იმასთან ვინც გადარდებს და გინდა რომ პროდუქტიული იყოს. და აი ასე შექმნი შენს ხრილს. შემდეგ კი დააკვირდები და იფიქრებ რომ ასეთი დღე რომ მქონდეს კარგი იქნება. შესანიშნავი. ნუ იქნებ საბოლოოდ გამოუსადეგარი ხარ და ამ დავალებების 70% შეასრულებ. მაგრამ ეს ხომ ნულს ჯობია. და მაინც 50%-ით რომ შეასრულო. წესი არის რომ შემდეგი დღისთვის 51% შეასრულებ. ანდაც 50.5%-ს. რადგან შემდეგ ისეთ პოზიციაზე დადგები, როცა რაღაცები პოზიტიურად დაალაგდება და შემდეგ უცბად გაუმჯობესდება. შესაბამისად, შენს კეთილსინდისიერებაზე შეგიძლია რომ ასე იმუშავო. და გეგმე ის ცხოვრება, რომელიც გინდა რომ გქონდეს. და ამას შენ აკეთებ როგორც სოციალური ნორმების დამაკავშირებლად, მაგრამ ეს უფრო მამაშენის ვეშაპის მუცლიდან გამოყვანას გავს. მაგრამ სხვა გზა ის არის, რომ შენს თავთან პატარა საუბარი უნდა გქონდეს. თითქოს არ იცი როგორი ხარ სინამდვილეში, რადგან იცი როგორი ხარ. არ გააკეთებ იმას, რასაც გეტყვიან. იმასაც არ გააკეთებ, რასაც შენს თავს ეტყვი. ალბათ შეგიმჩნევია და ეგ ხომ? თითქოს ცუდი თანამშრომელი და უფრო ცუდი ბოსი ხარ. და ეს ორივე შენთვის მუშაობენ. არ იცი რა გააკეთო და როცა შენს თავს ეუბნები რა გააკეთო, მაინც არ აკეთებ. შენი თავი უნდა დაითხოვო და ვიღაც სხვა უნდა გახდე.